ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა. სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მისი თქმით მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა. საქართველოს რკინიგზის 254 კილომეტრიანი მონაკვეთი გადის. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კილომეტრში ადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრ ლიანდაგს და აშენდა 27 კილომეტრი სიგრძის სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტო რეჟიმში გადაიზიდა 1,8 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90,000-მდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.